სამწლიანი ბოიკოტი. მექას პერიოდის მე-7 წელი იყო. მექელმა წარმართებმა მიიღეს გადაწყვეტილება მუსლიმებთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ და იზოლაციაში მოექციათ. მანამდე მთელი 6 წლის განმავლობაში მუსლიმების წინააღმდეგ ყველა ხერხი გამოსცადეს. თავდაპირველად ისინი მუსლიმებს დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, შემდეგ კი აგრესიაზე გადავიდნენ და მათ სასტიკად უსწორდებოდნენ. თუმცა არც წამებამ და არც დევნამ შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ისლამი დღითიდღე ძლიერდებოდა. გარდა ამისა, მის რიგებს შეემატნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორიც იყვნენ ჰამზა და ომერი. ამასთან ებუ თალიბი კვლავ ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის მფარველობას განაგრძობდა. ამჯერადაც ებუ ჯეჰილმა შეკრიბა ყურეიშის წარჩინებულები და მუსლიმების წინააღმდეგ წამოაყენა წინადადება, რომელიც ჰაშიმის გვარსა და ზოგადად მუსლიმებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას გულისხმობდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუსლიმებისთვის მკაცრი ბოიკოტი გამოეცხადებინათ, რომლის მიხედვითაც მათთან ურთიერთობა, ვაჭრობა, დახმარება, ქორწინება და სხვა კავშირები აკრძალული იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებას ყურეიშელთა 40 წარჩინებული დაეთანხმა. მათ ასევე დაიფიცეს, რომ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ არავითარ ქმედებას არ ჩაიდენდნენ. ეს ყველაფერი დაწერეს. მეჩეთის დასმით დაამტკიცეს და ბოიკოტის ფურცელი ქააბას კედელზე გააკრეს. ამის შემდეგ მუსლიმებმა ცხოვრება ერთ უბანში დაიწყეს. ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ერთ-ერთი ბიძა ებუ ლეჰები ისლამის მტერი იყო, ამიტომ ის ურწმუნოების მხარეს იდგა. ხოლო მეორე ბიძა ებუ თალიბი, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი არ იყო, მათ მფარველობდა და ღამღამობით, როცა ურწმუნოთა თავდასხმა იყო მოსალოდნელი, მუსლიმთა უბანს თავად მეთვალყურეობდა. ხოლო ებუ ჯეჰილი ბოიკოტის მოქმედებას თავად აკონტროლებდა და მუსლიმთა უბანს დარაჯობდა. დღედაღამ იმას აკვირდებოდა, ვინმეს მუსლიმებისთვის საკვები ან რამე საქონელი არ მიეწოდებინა. მუსლიმები ებუ თალიბის უბანში 3 წლის განმავლობაში მკაცრი ბოიკოტის პირობებში ცხოვრობდნენ. ამ 3 წლის განმავლობაში ხშირად საკვები არ ჰქონდათ და ხეების ფოთლებით იკვებებოდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები. ისინი შიმშილისგან ისეთ იროდნენ, რომ მათი ხმა უბნის გარეთაც ისმოდა. მუსლიმთაგან მხოლოდ ჰამზასა და ომერს მსგავსი უშიშარი და მედგარი მებრძოლები ახერხებდნენ ბაზარში წასვლას და იქ საკვებისა და საჭირო ნივთების შეძენას. მუსლიმებს მთელი წლის სარჩოს მომარაგება მხოლოდ იმ პერიოდისთვის შეეძლოთ, როცა ომის წარმოება და სისხლის ხვრა აკრძალული იყო. ალლაჰის შუამავალიც სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ისლამის გავრცელებაზე ზრუნვას მხოლოდ იმ პერიოდში ახერხებდა. ამ ბოიკოტით ურწმუნოებს ერთი მიზანი ჰქონდათ. მათ სურდათ მუსლიმთა რწმენა და ერთგულება გაეტეხათ, რათა ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის მორალურად და ფიზიკურად განადგურება მათთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი გამხდარიყო. არადა ყოველივე მუსლიმი, რომელიც იმ დროს ალლაჰის შუამავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამთან ერთად იმყოფებოდა, მის დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისთვის მზად იყო. ეს 3 წლიანი ბოიკოტი მხოლოდ მუსლიმებზე როდი მოქმედებდა. ურწმუნოების ნაწილს ეს ბოიკოტი არ მოსწონდა. მათგან 5 მეგობარმა, ჰიშამმა, ზუჰეირმა, მუთიმმა, ებულ ბაჰთერიმმა და ზემამ გადაწყვიტეს ეს პირობები დაერღვიათ. ამიტომ მათგან ზუჰეირმა სიტყვა აიღო და მექელებს ასე მიმართა. მექელებო, განასწორი საქციელია, ჩვენ კეთილდღეობასა და განცხრომაში ვცხოვრობდეთ, კარგ საჭმელებს მივირთმევდეთ, ლამაზ ტანისამოს ვიცვამდეთ და ამ დროს ჰაშიმის გვარის ხალხი შიმშილით იხოცებოდეს. ფიცავ, თუ ეს ულმობელი შეთანხმება არ დაირღვევა, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ამის გაგონებაზე ებუ ჯეჰილი გაბრაზდა და მასთან დაპირისპირება დააპირა. თუმცა ამ დროს ზუჰეირის მეგობრებმა ხმა ამოიღეს და ზუჰეირს გვერდში დაუდგნენ. ამიტომ ებუ ჯეჰილი უძულებული გახდა უკან დაეხია. ამრიგად ურწმუნოთა შეთანხმება და ერთსულოვნება დაირღვა. გარდა ამისა, ქააბაში გამოკრული ბოიკოტის ფურცელი წერებმა შეჭამეს. ეს ამბავი ალლაჰის შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა საჯაროდ გაახმოვანა, ხოლო ებუ თალიბმა ყურეიშებს უთხრა, რომ
ეს ღვთიური ნიშანი იყო. ამრიგად, მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ეს სამწლიანი ბოიკოტი დასრულდა. აღნიშნული ბოიკოტის პერიოდში ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ერთ-ერთი სასწაული მთვარის ორად გაყოფა იყო. იმ ღამეს მთვარის ერთი ნაწილი ჰირას მთის იქით მხარეს, ხოლო მეორე ნაწილი აქეთ მხარეს გამოჩნდა. თუმცა ურწმუნოებმა არც ეს დაიჯერეს, ხოლო ებუ ჯეჰილმა კი ეს ამბავი ჯადოქრობას მიაწერა. მთვარის გაყოფის სასწაული სანდო ჰადისებითაა დადასტურებული. აბდულლაჰ იბნი მესუდი გადმოგცემს. ჩვენ ალლაჰის შუამავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამთან ერთად მინაში ვიმყოფებოდით. ამ დროს მთვარე ორად გაიყო. ალლაჰის შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა კი გვითხრა: მოწმენი იყავით. იგივე მოვლენაა გადმოცემული ბუჰარისა და მუსლიმის ჰადისებშიც. მთვარის ერთი ნაწილი მთის ერთ მხარეს, ხოლო მეორე ნაწილი მეორე მხარეს ჩანდა. თირმიზის მიხედვით, ამ მოვლენის მნახველმა ურწმუნოებმა ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და თქვეს: მუჰამმედმა მოგვაჯადოვა, მაგრამ ყველას ვერ მოაჯადოებსო. ებუ დაუდისა და ბეიჰაკის გადმოცემის თანახმად, ურწმუნოებმა ეს მოვლენა ჯადოქრობა ჩათვალეს და თქვეს, რომ მუჰამმედმა მექას ხალხი მოაჯადოვა. მერე იფიქრეს, მთელ დედამიწას ხომ არ მოაჯადოვებდაო და დაიწყეს გამოკითხვა. ამიტომ შორეული მოგზაურობიდან მომავალ ქარავნებსაც კითხეს თუ იმ ღამით რა დაინახეს. თითოეულმა მათგანმა ის დაადასტურა, რაც მექელებმა ნახეს. გარდა ამისა, ცნობილი ფრანგი ასტრონომი ლალანდე, რომელიც მთვარის ადრეულ მოძრაობებს იკვლევდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთვარის გაყოფის მოვლენა სიმართლე იყო. სამწლიანი უმძიმესი ბოიკოტის შემდეგ მუსლიმების მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა და ისინიც ამით გახარებულნი იყვნენ. თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ვინაიდან ბოიკოტის მოხსნიდან 8 თვის შემდეგ ჯერ ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის საყვარელი ბიძა ებუ თალიბი, ხოლო 3 დღის შემდეგ მისი მეუღლე დალოცვილი ჰატიჯე, ალლაჰი იყმოს ყოფილი მისგან, გარდაიცვალა. ამ დროს ებუ თალიბი 80, ხოლო დალოცვილი ჰატიჯე 65 წლის იყო. ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ბიძა ებუ თალიბი მუსლიმი არ იყო, მაგრამ შუამავალი მუჰამმედი მისი გაზრდილი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი 8 წლის იყო, როდესაც დაობლდა და იქიდან მოყოლებული 25 წლის ასაკამდე საკუთარი შვილივით ზრდიდა. ებუ თალიბი მთელი ცხოვრების განმავლობაში ალლაჰის შუამავალს მფარველობდა. ის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მხარს მას უჭერდა და ყურეიშელთა შემოტევებისგან იცავდა. მისი ამაგი ისტორიამ შემოგვინახა და ის ნამდვილად ქების ღირსია. თუმცა ჰადისის სწავლულთა შეხედულებისამებრ, ებუ თალიბი ისე გარდაიცვალა, რომ ჭეშმარიტი რწმენა არ უღიარებია. ალლაჰის შუამავალს ძალიან უყვარდა ბიძა და მთელი გულით სურდა მისი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევა. უფრო მეტიც, როდესაც ებუ თალიბი სასიკვდილო სარეცელზე იწვა და წუთებს ითვლიდა, ალლაჰის შუამავალმა სთხოვა ერთხელ მაინც წარმოეთქვა შეჰადა, რათა ღმერთის წინაშე მას მისთვისაც დაედასტურებინა, რომ ებუ თალიბმა ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა. თუმცა ეს თხოვნა იქვე მდგარმა ებუ ჯეჰილმა გაიგონა. მაშინვე მომაკვდავ ებუ თალიბს მივარდა და უთხრა: ნუ თუ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას უღალატებო, მე აბდულ მუტალიბის სარწმუნოების მიმდევრად ვკდებიო, უპასუხა მომაკვდავმა ებუ თალიბმა. მე ღმერთს ყოველთვის შევევედრები შენთვის, უთხრა გულნადგილმა ალლაჰის შუამავალმა და იქავრობა დატოვა. ამრიგად ბუჰარიც და მუსლიმიც ებუ თალიბის შესახებ ერთი და იგივეს გადმოგცემენ. ებუ თალიბის გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდა. ალლაჰის შუამავლის ძვირფასი მეუღლე, დალოცვილი ჰატიჯა გარდაიცვალა. ის ხომ მისი დარდის მესაიდუმლე და ცხოვრების ღირსეული თანამგზავრი იყო. ამრიგად ალლაჰის შუამავალს იმ დროს თავს დიდი უბედურება დაატყდა. გარდა ამისა, მისი მეგობრებიდან თითოეულს ცალ-ცალკე სხვადასხვა პრობლემები ჰქონდათ. ამას ემატებოდა ურწმუნოთა მხრიდან გაუთავებელი აგრესია და დევნა. ებუ თალიბისა და ჰატიჯეს სიკვდილის წელიწადს ისლამის ისტორიაში მწუხარების წელიწადი ეწოდა,
რადგან ისლამის ისტორიაში ეს იყო ყველაზე რთული და მტკივნეული წელიწადი. ებუ თალიბისა და ჰატიჯას გარდაცვალების შემდეგ ალლაჰის შუამავლის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც მის მიმართ წარმოებული ბოროტების მეხუთე ეტაპად განიხილება.